კი, შეგვიძლია რომ ერთგვარად ასე დავინახოთ, ასევე შეგვიძლია დავინახოთ რომ დროში დამთხოვა მოხდა, ზოგადად არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი დამთხოვების არ ჯერათ, თუმცა თავისთავად ის რაც როგორც ჩვენ გავიგეთ ამ ახალი ყოვლის მომცველი შეთანხმების შესახებ იყო რომ საქართველოს ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების წლისთავი იყო, რაღაცნაირად სიმბოლურად ამას დაამთხვიეს და ამავესვე დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში კანონპროექტის განხილვა. მე არ მგონია რომ ვაშინგტონში იმაზე იფიქრათ რომ ეხლა აქ წლისთავი იყო ჩინურ-ქართული ურთიერთობების და დიპლომატიური ურთიერთობების, მაგრამ რაც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს, თავარი არის ის რომ ის თუ რამხელა მცდელობა განახორციელა ყობახიძემ ამ თემაზე ამ თემის განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოსაჩენად, ხომ სპეციალურად ჯერ ერთ ბრიფინგზე ისაუბრა ამის შესახებ, შემდეგ დღეს უკვე მთელი დღე ფაქტიურად მიუძღვნეს ამ თემას. ბუნებრივია რომ ინფორმაციის მოწოდება მოხდა ზუსტად იმ კონტექსტში, როგორც უკვე აგერ 2 წელია თითქმის პოზიციონირებს ქართული ოცნება, როცა გველაპარაკება დიდებულ ძლევამოსილ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე დასავლელი პარტნიორების, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დაკნინების ფონზე და დღესაც მას მცდელობა არ დაუკლია, რომ რამდენადაც შეძლო და რამდენჯერაც კითხვა მიიღო, შეურაცხყოფა მიეყენებინა, კლინობითი ფორმით წარმოედგინა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, ესაუბრა Deep State-ზე, ესაუბრა კატასტროფებზე, რომელსაც თურმე ქვეყანა არიდეს მათთან ურთიერთობაში. იმ ფონზე, როდესაც ჩინეთის ხალხო რესპუბლიკა წარმოდგენილი არის როგორც ერთადერთი სტაბილური, მშვიდობიანი ქვეყანა დედამიწაზე, რომლის იმედიც უნდა გქონდეს. ბევრი ტყუილი ითქვა ასევე ამ პრესკონფერენციაზე. და მოდით განვუმარტოთ მაინც მაყურებელს, ხომ არ გადავიდა ქართული ოცნება, ნიშნავს თუ არა რომ გადავიდა ქართული ოცნება ერთგვარად რაღაც შანტაჟის ან ვაჭრობის პოლიტიკაზე, ანუ თუ თბილისი, ვთქვათ, ჩინეთთან ამ ხელშეკრულებას დებს, ეს ნიშნავს რომ იყენებს საგარეო ბერკეტს როგორც შანტაჟის მექანიზმს, რომ თუ ამერიკა და ევროპა, ვთქვათ, არ დაალაგებს და არ შეწყვიტავს კრიტიკას ჩვენს მისამართით, აი ჩვენ ჩინეთის ორბიტაზე გადავალთ. ნიშნავდა თუ არა ეს პასუხი მიიღო თუ არა მაინც დასავლეთმა ამ ბრიფინგით? იცით რა, ხო, რა თქმა უნდა, თუ თბილისის თვალებით შევხედავთ, ეს ასე გამოიყურება. კი ბატონო, თავისი ამომრჩევლისთვის, ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის ეს ესე გამოიყურება, მაგრამ ეხლა საქართველოს დააშანტაჟოს რაღაცით საგარეო ასპარეზზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, კი, ქართული ოცნებისთვის, მისი მხარდამჭერებისთვის მისი იმისად ასე პოზიციონირებს საკუთარ ამომრჩეველთან ბატონი კობახიძე და შესაბამისად ივანიშვილი, რომ მათ აქვთ სხვა გზაც და იპოვეს რაღაცა სხვა გამოსავალიც და თუ ამერიკელებს ან ევროპელებს ჩვენ არ უნდივართ, აგერ არსებობს მესამე გზა და ალტერნატივა. ეხლა ეს ალტერნატივა სინამდვილეში არ არსებობს. და სინამდვილეში არავითარი მესამე გზა არ არსებობს. და რატომ არ არსებობს? ეს რო ავუხსნათ მაყურებელს, რატომ არ არსებობს ეს მესამე გზა და რატომ ვერ ჩაითვლება ალტერნატივად ის, რაზეც საუბრობს კობახიძე და რა გათვლებიც აქვს რომ ავხსნათ? იმიტომ რომ რაზეც არ უნდა ისაუბროს დღეს რაღაცა მცდელობა ქონდა რომ მისი აზრით რაღაცა რიცხვები ეთქვა რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და ისაუბრებდა იმაზე თუ დაამტკიცებდა იმას რომ როგორი წარმატებულია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ესეთი წარმატება შედარებითად განსაკუთრებით უბრალოდ არ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყანაში აქვს 6 მილიარდამდე დახმარება განხორციელებული. ამ ნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რომ მიაღწიოს ძალიან ბევრი წელი დაჭირდება და თან არც არავითარი სურვილი, მცდელობა, განწყობა ამისი მაინც და მაინც არ ეთყობა. რატომ? იმიტომ რომ დღემდე სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებიდან 3 წლის თავზეც კი, 3 წლის შემდეგაც კი, ჩინეთი ვერ ხვდება ათეულშიც კი ინვესტორების. ათეულშიც კი არ არის ინვესტორების. არსად არ არის, არანაირ რიცხვებში არ არის, არანაირ მონაცემებში არ ჩანს, როგორც სერიოზული ინვესტორი. რაღაცა დიდი ჰაიხუი იქმნება, ბანკი იყიდეს არის ჩინელებმა და აქაც კი აღმოჩნდა, რომ ინვესტიცია არ განხორციელებიათ და ტიბისიდან აიღეს კრედიტი, რომლითაც ეს
შესყიდვის თანხმობა იყო დაფარული. ანუ რაღაცა დიდი და სერიოზული ოპერაციისთვისაც კი, რასაც ქვეყანაში ახალი საბანკო ინსტიტუციის შემოსვლა უნდა დარქმეოდა, ამისთვისაც კი არ გაიმეტეს ჩინელებმა ფული და ინვესტიცია არ განახორციელეს. ერთადერთი შანსი, რომლითაც ჩვენ დავინახავდით რეალურად, რომ ასეთი ინვესტიციისთვის მზაობა და სურვილი არსებობს, იქნებოდა ანაკლიაში კი ანაკლია დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა საქართველოს მთავრობა და იქ განხორციელდებოდა ინვესტიცია, მაგრამ ჯერჯერობით ესეც არ არის. და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ იმიტომ, რომ იცოდა ქართულმა ოცნებამ, რომ არავითარი რამე განსაკუთრებული ინტერესები და სურვილები ხალხურ რესპუბლიკას არ გააჩნია საქართველოში მრავალი 100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების, ზუსტად ამიტომ ითამაშეს ეს რაღაცა სპექტაკლი 2 წლის განმავლობაში, რომ ვითომ არსებობს და თან არ არსებობს და ის ნამდვილში მოგატყუე, მაგრამ აბა მოდი დამელოდე ეს ჩინელი ინვესტორი და ჩინური ინვესტიცია. ხო, ზუსტად 2 წელი გავიდა, ეს ხომ ფაქტია, ამას ჩვენ ხო არ ვიგონებთ, ჩვენ ხომ არ ვასწრებთ, ეს არის ფაქტი. 2 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 28 მაისს, ზუსტად 2 წლის წინ ბატონმა დავითაშვილმა გამოგვიცხადა, რომ ერთადერთი კომპანია დარჩა ტენდერში ანაკლისთვის და ეს არის ჩინო-სინგაპურული კონსორციუმი, რამოდენიმე დღეში ხელშეკრულებას გავაფორმებთ და 2 წლის თავზეც კი არაფერი არ არსებობს. ეს ერთი, რაც შეეხება ინვესტიციებს. ათეულშიც კი ვერ ხვდება ეს კომპანია. მაშინ, როდესაც დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ურთიერთობები, დღემდე სიის სათავეებში თან არის. ვაჭრობა. ბევრი ილაპარაკა დღეს კობახიძემ ვაჭრობაზე და ეს რიცხვები, რომელსაც ის ამბობს და სიმართლეა ეს რიცხვები. ოღონდ ხლავ ერთ წამში გეტყვით სინამდვილეში აიგულისხმა. ძალიან საინტერესოა. გამოიყურება და ხშირად კი, დაახლოებით 2 მილიარდამდე გაიზარდა საქართველოს და ჩინეთს შორის ვაჭრობა 2025 წელს. ცოტათი ნაკლები იყო, 1.9 იყო დაახლოებით 2024-ში. რამე განსაკუთრებული არ არის, მაგრამ საქართველოს ვაჭრობის მაღალი რიცხვი მესამე ადგილზე იყო 2025, მეოთხე ადგილზე იყო 2024 წელს ჩინეთი ვაჭრობის თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა რა არის და ტყუილი რა შეცით? ეს ის კლასიკა არის მისი манипуляციის, როდესაც რაღაცა რიცხვი უნდა თქვა, რომელიც სინამდვილეში ტექნიკურად სიმართლეა, ოღონდ შინაარს გამოცლილია. რას ნიშნავს ჩინეთთან მზარდი ვაჭრობა? ჩინეთთან მზარდი ვაჭრობა ნიშნავს იმას, რომ 5.0 იყო 2024 წელს. ჩინეთიდან შემოსული პროდუქცია საქართველოში, ანუ ჩინური პროდუქცია, რომელიც საქართველოში 5 რომ იყო და საქართველოსდან გასული 1, ანუ ეს ნეგატიური ბალანსი, რომელიც ვაჭრობაში გვაქვს, ხომ? 2025 წელს კიდევ უფრო გაუარესდა და 6-თან გახდა. და ეს წლები რომ გავა, სულ უფრო გაუარესდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის მახასიათებელი ჩინური ვაჭრობის, ჩინეთთან ვაჭრობის, ჩინეთი მუდმივად დომინანტის მდგომარეობაშია, თუნდაც ეს დომინანტობა ასეთ რადიკალურ და ასეთ კატასტროფულ სხვაობებში არ გამოიხატება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც საკუთარი თავისადმი და საკუთარი ბაზრის მიცემა აქვთ. ანუ ჩინეთთან ვაჭრობა გაიზარდა, როდესაც ტყვით ქართული ოცნების ამორჩევლება იცოდეთ და ყველას გასაგებად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება მასში შევიდეს. ეს სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ იაფასიანი ჩინური პროდუქცია შემოდის საქართველოში უფრო მეტი, ვიდრე შემოდიოდა გუშინ, მაგრამ არავითარი განსაკუთრებული ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინეთში გატანას არ ემუქრება სამწუხაროდ და ამის ტენდენცია არ აგვაქვს და პლუს ამისა ჩინეთის ბაზარი ეს არ არის ყველაზე უფრო საუკეთესო ბაზარი, რომელზეც ქართული პროდუქტი იყიდება. იგივე ღვინის ფასებს თუ შევადარებთ, მაგალითად, ქართული მწარმოებელი ამერიკაში რა ფასად ყიდვის ქართულ ღვინოს ან ევროპულ ბაზარზე და ჩინურ ბაზარზე, მაშინვე დავინახავთ რა უპირატესობა აქვს ევროპულ და ამერიკულ ბაზარში. თუმცა ისევ და ისევ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული და ამერიკული ბაზარი უკეთესია, ის ბაზარი ჩინეთში, რომელიც გვაქვს, ძალიან პატარაა და მას რაიმე განსაკუთრებული ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში არ დათყობია. დაეთყო ვაჭრობას ზრდა, ოღონდ იმიტომ, რომ იაფასიანი ჩინური პროდუქტი შემოდის და ძვირად იყიდება საქართველოს სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში. და გამოდის რომ მთელი ეს ბრიფინგი იყო უბრალოდ რაღაცა შიდა აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ აი თქვენ დაწყნარდით რაღაცა გზა და ალტერნატივა არსებობს აი ამ კონგრესში შეტანილი კანონპროექტის პასუხად. ასე შეიძლება მაშინ მივიჩნიოთ. თავისთავად ცხადია და აი ეს ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, რომ
სინამდვილეში ეს ყველაფერი ბლეფი და არაფრის მომცემი ბაქიბუქია და ერთადერთ ამოცანას ემსახურება, რომ როგორმე დააკნინონ ჩვენი პარტნიორები და რაღაცა ყველა მათ შორის არარსებული ინფორმაციული რესურსი, არარსებული მარეობა გამოიყენონ ამ დაკნინებისთვის. ამისი საუკეთესო მაგალითი იყო ასევე თქვენ ჟურნალისტის სურსო დუმბაძისთვის გაცემული პასუხები იმ ძალიან მარტივ კითხვაზე, როდესაც ფაქტის წინაშე დააყენა მან და უთხრა, რომ ხო, მზარდი პოლიტიკური ურთიერთობებზე საუბრობთ, მაგრამ ამასობაში არაფერი ეშველა იმას, რომ ჩინეთმა ხმა მისცეს გაეროში დევნილების რეზოლუციას. ჩინეთს წინააღმდეგიც კი აქვს ხმა მიცემული ამ რეზოლუციისთვის, არაფერი რო აღარ თქვა მხარდაჭერაზე. და მორიგი ტყუილი, რომელიც ამ პრესკონფერენციაზე მან თქვა, თავის ამომრჩეველს აკადრა, იყო ისიც, როდესაც ის ამბობდა, რომ აი ხო მართალია იქ ხმას არ გვაძლევენ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩინეთი მხარს უჭერს და რაში გამოიხატება, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩინეთის ელჩი თბილისში რო პერიოდულად ამაზე განცხადებას გააკეთებს, ეს არ არის საკმარის, იმიტომ რომ ელჩის განცხადება დიახ არის სახელმწიფოს წარმომადგენელი ელჩი, მაგრამ არც ერთ ქაღალდზე დაწერილ ოფიციალურ დოკუმენტში ეს ჩინეთს დაფიქსირებული ღიად საჯაროდ გულწრფელად არ აქვს ის გაეროში როგორც უკვე ვთქვით ხმას არ აძლევს. არც ერთხელ არ მიუწია ხმა და რამდენჯერმე წინააღმდეგ აქვს მიცემული ხმა და იმ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც საუბრობდა ბატონი კობახიძე და რომელსაც ხელი მოაწერა მისმა წინამორბედმა ბატონმა ღარიბაშვილმა, შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო აღიარებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და შემდეგ არც ერთი სიტყვა არ წერია იმაზე, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციასთან აქვს რაიმე პრობლემა. პრინციპში მადლობები, რაც გვესმის, დღეს გვესმოდა, მადლობაო, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებთო, ეხება ზეპირ განცხადებებს, რომელიც კეთდება ელჩის მხრიდან, მაინც რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს. კი, და არც ეს განცხადებები, ესეთი სიტყვით. აბა მაგალითად, მოგისმენიათ თქვენ ოდესმე ჩინეთის ელჩისგან მე არ მომისმენია, შეიძლება რამე გამომრჩა და მადლობელი ვიქნები და ბოდიშს მოვიხდი თუ მეშლება. მე არასოდეს არ მომისმენია ჩინეთის ელჩს ეთქვას ერთად ეს სიტყვები საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ. ან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ. ესეთი რამე მისგან არასოდეს არ მომისმენია. ამას უკვე ქართული ოცნებისგანაც ვერ ვისმენთ ქალბატონ თინალამის. კი ბატონო. ხო, მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო კონკრეტულად ამ თემაზე ვლაპარაკობთ და ცხადია, ბუნებრივია. ისიც კი, რაც შეიძლება თეორიულ, აი ისრაელზე ისაუბრა ძალიან ბევრი და პარალელებს აკეთებდა, როგორი სამარცხვინოა, როდესაც ისრაელთან პარალელს აკეთებ, მაშინ როდესაც ყველა ტრიბუნიდან და ყველა დონიდან მათ შორის რაც გამორჩა მას რო ეთქვა და სავარაუდოდ თქვენ ჟურნალისტებმა ეს არ იცოდა, თორე ისიც აუცილებლად ალბათ ამას ეთყოდა. იმ დღეს, უბრალოდ იმ დღეს, იმ ბაზის წინ, სადაც კენჭისყრა გაიმართა, კარგი კი არ არის რომ ისრაელმა ხმა არ მოგცა და არ გვაძლევს ხმას ამ რეზოლუციაზე, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ დარბაზიდან გამოსულმა ისრაელის ელჩმა სპეციალურად მან ჩათვალა საჭიროდ და როგორც ჩანს, რა თქმა უნდა, დავალებაც ქონა თავის სახელმწიფოსგან, სპეციალურად გააკეთა განცხადება საქართველოს ტერიტორიული, ისე კი არ თქვა, რომ ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობას აღიარებს ისრაელი, როგორც ესენი ამბობენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი და ოკუპაციის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, როდესაც ის გამოვიდა და ეს ხდება სისტემატიურად და მუდმივად. ისინი საკუთარი შიდა სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით ასეთი ტიპის რეზოლუციებს ხარს არ უჭერენ საქართველოსთან მიმართებაში არა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას არ ვამბობ არავის გასამართლებლად, ძალიან ცუდია რომ ხმას არ გვაქვს ამ რეზოლუციაზე, მაგრამ კონტექსტი აქვს ამას თავში და პოლიტიკური. კი ბატონო. განსხვავებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან ისინი სახელობითად საქართველოს საუბრობენ ხოლმე, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საუბრობენ და ჩინეთი საუბრობს ესე. ზოგადად დედამიწაზე მხარს უჭერს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობას. ოღონდ ჩვენ არ გვსმენია ეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, რომ აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებული. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ეს მოცემულობა ფაქტი აბსოლუტურად და ჭეშმარიტება არ არსებობს. სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და არ ვიცი თუ იქნება შესაძლებლობა რომ დავასრულებინოთ. ქალბატონ თინას
სამი წლის განმავლობაში აი ამ აბსოლუტური მორჩილების და მონობის პირობთ ეს ამბავში თუ შეიძლება განვაგრძოთ კი ბატონო ტექნიკური ხარვეზი გქონდა თინა და შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი ხო, არაფერი, უბრალოდ იგივეს ვამბობდი, რომ მოკლედ ამ სამი წლის განმავლობაში ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ აი ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე რაიმე ცვლილება ყოფილიყო და რეალური პოლიტიკური დაახლოება ზუსტად ამაში გამოიხატებოდა. ბოლოს მინდა გკითხოთ, რადგან რაღაცნაირად ისე წავიდა ჩვენი საუბარი, რომ ირაკლი კობახიძის ტყუილებს და манипуляციების ვამსხვრევთ და მცდელობა გვაქვს ამისა, დღეს მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსული კრიტიკის გასაფათილებლად, ასევე ტრამპისა და სი ძინპინის ურთიერთობებს იშველიებს, მაშინ როდესაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით მიღებული, ასე ვთქვათ, ეს კანონპროექტი პირდაპირ მიუთითებს ჩინეთის დაზვერვის რისკებზე საქართველოში და მათ შორის არიან სხვათა შორის რესპუბლიკელები, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რამდენად რაციონალურია ივანიშვილის ეს გათვლა, რომ აი რაღაცა ტრამპის პერსონალური რიტორიკა გადაწონის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, ინსტიტუციების, სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, სისტემურ გრძელვადიან დამოკიდებულებას ჩინეთის გავლენებისა სამხრეთ კავკასიაში ამ საფრთხეების შეფასებას, რაც კარგად გამორჩა აი ამ კანონპროექტში. იცით რა არის, არც ერთი წუთით ამასაც ნომივიღებთ მოცემულობად, რომ ტრამპი ტვიტერზე თუ რამეს დაწერს, ან Truth Social-ზე უკაცრავად, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის ეს ადმინისტრაცია ემსახურება. არა იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მისი სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი საჯარო განცხადებები ძალიან ხშირად არის იმ კონკრეტული მომენტის კონიუნქტურით ნაკარნახევით და საერთოდაც არ ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ვაშინგტონი. და იგივე ჩვენ სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებით დღეს ბევრი ლაპარაკა კობახიძემ იმაზე, რომ აი პრეზიდენტ ტრამპიც კი ჩავიდა პეკინში, იქ ვიზიტი განახორციელა და ისაუბრა ჩინეთთან მეგობრობაზე. კი ბატონო. ოღონდ რითი დაბრუნდა უკან პრეზიდენტი ტრამპი? პრეზიდენტ ტრამპი უკან დაბრუნდა უზარმაზარი ბოინგის უზარმაზარი კონტრაქტით. სადაც ჩინურმა მხარემ აიღო ვალდებულება ძალიან დიდი ინვესტიციის განხორციელების ამერიკული კომპანიის სასარგებლოდ. ხო, არსებობს მოცემულობები, როდესაც ძალიან კონკრეტული ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სარგებელის მიღების სანაცვლოდ შეიძლება რამე კი დაწერო სახელმწიფოზე, რომელიც გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგად მიგაჩნია. მაგრამ სინამდვილეში მიაღწიო შედეგს, რომელიც შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, შენი მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება და სარგებლის მომტანია შენი სახელმწიფოსთვის. ეს არის აქ მთავარი. და არა ის Truth Social-ზე როდის რა დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს გამოვიტანოთ ავტომატურად, ვიღოთ როგორც სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფო პოლიტიკა ჩანს იმ გადაწყვეტილებებში, შედეგებში, რომელსაც ვიღებთ ამა თუ იმ ვიზიტის დროს. და ამ ვიზიტის შედეგი, პეკინში ვიზიტის შედეგი, ცალსახად იყო უზარმაზარი სარგებელი ამერიკული კომპანიებისთვის. ამიტომ ეს შედარებები, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორო თბილისმა სამი ვერ აღწერა, რომ დაბარიწიანდება მიიღოს ჩინეთიდან, რომ ისინი ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. უბრალოდ ღიმის მომგვრელი და სასაცილოა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის თქვენ. მადლობა ვიკა. თინა ხიდაშელს ვესაუბრებოდით ჩვენ.